რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფაქტობრივად არცმალავენ, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა და ბულინგი მათთვის მისაღებია. ის, რაც დასაშვებია ოპოზიციისთვის, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო გუნდი ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობს. ამ ქვეყანაში ბედავენ, რომ მივიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან და მოითხოვონ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. აი ამასაც გვაჩვევენ ახლა. ანუ თავის დროზე იმედში შევარდნენ ძალით, როცა ამის საშუალება ჰქონდათ და იმაზე ნაკლები კი არ არის. უბრალოდ ძალა არ აქვს ახლა. ის ძალა არ აქვს. თორე შევარდებოდნენ კი არა, შეიძლება უარესი ექნათ მაშინდელზე. გამოხატვის თავისუფლებას ლაპარაკობენ ნაკლებად და ადამიანთან მისი პოზიციის გამო მიდიან და იმასაც აბულ ფაშიზმია, აბულინგებენ და ეს არის ფაშიზმი, ფაშიზმის თანამედროვე გამოხატულება, რომელმაც საქართველოში გაშალა მათში ფრთები, მაგრამ საბედნიეროდ შედეგებზე ვერ გადიან. ისევე როგორც ლენინის, ჰიტლერის და მიხეილ სააკაშვილის გარდა არავის მოფიქრებია, რომ ბავშვებისთვის მოეწოდებინათ და სალომე ზურაბაშვილს მოაფიქრა შემდეგ პროტესტში ჩართვა ბავშვებისთვის. აი ესეთივე დამოკიდებულება აქვს მათ ბულინგთან, ფაშიზმთან, ეს მათთვის მისაღები ფორმებია. ეს არის ნაწილი იმ ლიბერალური ფაშიზმისა, რომელიც საქართველოში გარედან იქნა იმპლანტირებული. ეს არის 21 საუკუნის ბოლშევიზმი. 100 წლის წინ ზუსტად ასე ქვეყნის გარედან ჩვენს ქვეყანაში ჩაგვინერგეს და იმპლანტირება მოახდინეს ბოლშევიზმისა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, რომელიც ებრძოდა თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც ებრძოდა ყველაფერს, რაც ეროვნულ ინტერესთან იყო დაკავშირებული. და 100 წლის თავზე ვხედავთ უკვე 21 საუკუნის ბოლშევიზმს, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო, ასევე უცხოეთიდან იმპლანტირებულს, რომელიც ასევე ებრძვის ეკლესიას, ასევე ებრძვის თავისუფალ ადამიანებს. აქ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. მათ აქვთ ერთი იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც გულისხმობს ძალადობით საკუთარი მიზნების მიღწევას. მათთვის მიუღებელია ყველანაირი განსხვავებული აზრი, არა უბრალოდ მიუღებელია, ის კი არა რაღაც ცივილური ფორმით შეიძლება გამოხატო საწინააღმდეგო აზრი, არამედ საერთოდ ცხოვრებისეულად მიუღებელია ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი სხვანაირი შეხედულება და ამისთვის მზად არიან ეს ადამიანები, ვინც მათ ას არ ეთანხმება, სრულად გარიყონ, ცხოვრებიდან გარიყონ, საზოგადოებრივი დაპირისპირებაში შეიყვანონ ფაქტობრივად. ამას ხედავს მოსახლეობა უკვე ბევრი წელია სამწუხაროდ და პრინციპში ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ რატომაც 26 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა.